ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციაში დაგვიდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წელს საქართველოს მთავრობა არც დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას და არც მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაში, თუმცა ადმინისტრაციას არ გაუწია მკაფიო პასუხი, ქართული ოცნება უბრალოდ არ მიიწვიეს ამ კონფერენციებზე, თუ თავად ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს ფორუმებს გამოაკლდეს. თუმცა ფაქტი ერთია, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, როცა ამ მნიშვნელოვან კონფერენციებში საქართველო ვერ მიიღებს მონაწილეობას. საუბარი არის ისეთ ფორუმზე, გულისხმობ დავოსის ეკონომიკურ ფორუმს, სადაც თავს იყრის მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოების პირველი პირები. წელს 2025 წლის ფორუმზე იქ ჩავა ამერიკის ახალ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რობერტა მეცოლა, სამეზობლოდან აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და საქართველო პირველად გამოაკლდება ამ პროცესს. საქართველო იქნება არც მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე. ეს ორი ღონისძიება, მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება, ერთმანეთის პარალელურად იმართება და ამ ორ ღონისძიებას თავისი დატვირთვა აქვს. ერთის მხრივ ეს არის შესაძლებლობა ქვეყნისთვის, რომ მოიზიდოს ახალი ინვესტიციები ეკონომიკური თვალსაზრისით და მეორეს მხრივ მიუნხენის კონფერენცია არის შესაძლებლობა უსაფრთხოებისთვის მის გასაძლიერებლად სამსჯელოდ მსოფლიო ლიდერებთან ერთად. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ყვება 2012 წელს როგორ მოხდა საქართველო ახლად არჩეული ხელისუფალი დავოსის საერთაშორისო ფორუმზე, რამდენად დიდი ძალისხმევა გასწიეს იმისთვის, რომ ახალი ხელისუფლება ამ ღონისძიების მონაწილე ყოფილიყო და ის ამბობს, რომ დღეს დარწმუნებულია საქართველო არ მიიწვიეს ამ ღონისძიებებზე და ეს არის საერთაშორისო იზოლაციის დასტური. Ყველა წელი იწყება ორი მთავარი პარალელური ღონისძიებით. ერთი ეს არის ეკონომიკაში და ეს არის დავოსის ფორუმი, საინვესტიციო, გარემო, ვაჭრობა, ეკონომიკა, ფინანსური სექტორი, ეს არის დავოსი და მეორე ეს არის თავდაცვა უსაფრთხოება, სახელმწიფოების გამძლეობა და სიმტკიცე მომეტებული საფრთხეების წინაშე, ეს არის მიუნხენის კონფერენცია. არც ერთ ამ ორ მთავარ წლის გამხსნელ ღონისძიებაზე ქართული ოცნება მიპატიჟებული არ არის და არ მიიღებს მონაწილეობას. სხვათა შორის აუცილებლად უნდა ვთქვა 2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა საქართველოში და ქართული ოცნების ლიდერს მაშინ დელს ბიძინეევანიშვილს მაინც და მაინც არავინ არ იცნობდა და შესაბამისად სათუო იყო დაპატიჟება ამ ორ ფორუმზე. ის კაცი, რომელმაც ის თავად წაიყვანა დავოსის ფორუმზე და წარუდგინა მთელ ცივილიზებულ ბიზნეს საზოგადოებას, იყო ჯორჯ სოროსი. აი ჯორჯ სოროსი დღეს რო ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, მან წარადგინა დავოსის ფორუმზე ბიძინეევანიშვილმა, მან გამოუგზავნა მოწვევა და მისი ინიციატივით და მისი მხარდაჭერით მოხდა მისი და იმდროინდელი მთავრობის წარდგენა დავოსის ფორუმზე. დღეს საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე მეგობრები აღარ ყავს. არც ერთ ბანაკში მეგობრები, რომლებიც შეძლებენ ასეთი ხიდი გახდნენ მასა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის. იმიტომ რომ ყველა გადაიკიდეს, ყველა გადაინტერეს. პირველი კონფერენცია იქნება მიუნხენში. პირველი კონფერენცია, სადაც საქართველოს საგარეო და თავდაცვის მინისტრები არ იქნებიან მიწვეული. არ ვიცი, ეგეთი დღე და წელი მე არ მახსოვს, როდესაც რამე მსგავსი მომხდარ იყოს. ქართული ოცნების ლიდერები, პრემიერ-მინისტრები ყოველწლიურად ყოველი წლის დასაწყისში იღებდნენ მონაწილეობას ორივე ფორუმზე და თავადაც საუბრობდნენ ყოველწლიურად, რამდენად დიდი მნიშვნელობის იყო მათი მონაწილეობა საქართველოს იქ ყოფნა და მათ ჰქონდათ ასევე სიტყვით გამოსვლები, რასაც ყოველწლიურად ასევე ყურადღებით აკვირდებოდნენ საქართველოში, რადგან ეს არის ტრიბუნა, სადაც საქართველოს პირველ პირებს აქვთ შესაძლებლობა და ჰქონდათ ამ დრომდე შესაძლებლობა მიემართათ მსოფლიო ლიდერებისთვის, მოეზიდათ ინვესტიციები ეკონომიკური თვალსაზრისით, ესაუბრათ გეოპოლიტიკურ თემებზე და ესაუბრათ ასევე წინ წამოეწიათ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო და მისი მნიშვნელობა. თუმცა ამჯერად ამის შესაძლებლობა აღარ აქვს ქართულ ოცნებას. ოპოზიციაში სვამენ კითხვას, თუ კი ქართული ოცნება და ის არ მიდის, მაშინ ჩნდება რატომ, როცა მართლ პარტიას ახლა აქვს შესაძლებლობა პირიქით დაამტკიცოს, რომ არ არის სიტუაციაში და ის რომ ამაზე არსებობს
ადასტურებს ერთ რამეს, რომ ქართულ ოცნებას უბრალოდ არ იწვევენ ამ ღონისძიებაზე და ის საერთაშორისო იზოლაციაში ჰყავს ცივილიზებულ სამყაროს. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის ის, რაზედაც ისინი ამ დრომდე საუბრობდნენ, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველო ზიანდება, რადგან აქ მხოლოდ ქართული ოცნების რეპუტაციაზე არ არის საუბარი, არამედ არის ზიანზე, რომელსაც იღებს ქვეყანა, რადგან ის რჩება დამატებითი ინვესტიციების გარეშე და დამატებითი მხარდაჭერის გარეშე დასავლეთიდან. ეს არის საერთაშორისო იზოლაციის მორიგი გამოვლინება, სადაც ივანიშვილის არაღიარებულ, არალეგიტიმურ, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას არ აქვს საერთაშორისო აღიარება და შესაბამისად არაღიარების პირობებში არ აქვს არც მოწვევა, არსად იქნება ეს მიუნხენი, დავოსი, ვაშინგტონი თუ ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, სადაც წყდება პოლიტიკა და იქ სადაც წყდება მსოფლიოს მნიშვნელოვანესი ეკონომიკური საკითხები, რაც საქართველოსთვის გადამწყვეტი და ღირებულია. სამწუხაროდ ქართული ოცნების პირობებში საქართველო გამოაკლდება ამ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსაც. ერთადერთი გარჩევანი და გამოსავალი არის ხელისუფლებიდან რუსული რეჟიმის და ივანიშვილის ჩამოშორება. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს გამოიყენებოდა ახალი ინვესტორების, ახალი ეკონომიკური აქტორების მოსაზიდად. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა. სოფლიოს ყველა ქვეყნიდან იქ იყრიან თავს ეკონომიკური აქტორები და საქართველოსთვის ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა ახალი ურთიერთობების ფორმირების და აი ამ ადამიანების საქართველოში მოსაზიდად, ახალი ინვესტორების მოსაზიდად და ამ შესაძლებლობის არ გამოყენება, ქვეყნისთვის იქნება ძალიან ცუდი. მთავრობა, რომელიც ამაყობს, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებას ატყუებს, რომ თითქოს ესეთი ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, ამ შესაძლებლობას თავისინებით არ იყენებდეს, ბუნებრივია, ეს ნაკლებად დამაჯერებელია. გადაწყვეტილება რომ არ მიიღო მონაწილეობა არც დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, განპირობებულია იმით, რომ იქ ჩავიდნენ ხელსა ჩამოართვეს არავინ. დავოსში კიდე ალბათ რაღაცა პატარა შანსი შეიძლება ყოფილიყო, რომ რომელიმე არაბ შეიხს მან ჩამოერთვა ხელი, მაგრამ იმის მერე რაც არ ქონდა სანიკიძემ დაატრიალეს იქ, საავადოდ მაგ შანსის დაგარგეს. ამიტომ იქ ჩასვას აზრი არ აქვს. ამიტომ არ ჩადიან უბრალოდ იმის გამო, რომ ხელის ჩამოთვევი არ არის. მსოფლიოს ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის ქალაქ დავოსში 20 იანვრიდან დაიწყება და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები, წამყვანი ბიზნესები, სხვადასხვა სფეროს კომპანიები და შესაბამისად ისინი ამ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს დასწრების გარეშე. წელს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სასაუბრო თემა არის ტექნოლოგიური განვითარება და მისი როლი კრიზისების მართვაში ამ მსჯელობას გამოაკლდება საქართველო, ისევე როგორც წელს საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას პარალელურად დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც მიუნხენშია დაგეგმილი და ის უკვე მსოფლიოს უსაფრთხოებას შეეხება.